ამ სტუდენტებს შოკი დაემართათ, როცა გააცნობიერეს, რომ მათი მთელი პოლიტიკური იდენტობა თითქოს მემარცხენეები იყვნენ, სინამდვილეში არასწორია და ისინი საერთოდ არ ეთანხმებიან იმ გიჟურ მემარცხენე პოლიტიკებს, რომლებიც ახალ ნორმად იქცა. ისინი უბრალოდ ისე არიან დაპროგრამებულები, რომ გონიათ ასეა. ეს არის შესანიშნავი ვიდეო ამი ჰოროვიცისგან და Daily Wire-ისგან. მოდით ვუყუროთ მას. ეხლა შოკში ჩაგადბე. ხო, ეხლა მთელი შენი წარმოდგენები თავდახირა დავახენე. ეს სამარცხვინოა. არა, რატო არის ეს სამარცხვინო? მე ვარ ამი ხოროვიცი და წლების განმავლობაში შავკანიანთა თითქმის 90%-მა ხმა მისცა დემოკრატიულ პარტიას. მაგრამ ემთხვევა თუ არა მათი იდეალები მათ საარჩევნო ქცევას. მე აქ ვარ ლოს-ანჯელესის სამხრეთ-დასავლეთის საზოგადოებრივ კოლეჯში, რათა სტუდენტებს თხოვოთ ჩააბარონ ბრმა პოლიტიკური ტესტი ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი 10 უმთავრესი საკითხის შესახებ. ეს ძალიან საინტერესო იქნება. უბრალოდ ვიცი, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნება. თვითონ თავს უფრო რესპუბლიკელად მიიჩნევთ თუ უფრო დემოკრატად? ვიყოდი უფრო დემოკრატი. თქვენ თავს უფრო დემოკრატად მიიჩნევთ? დიახ. დემოკრატი. შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატად გავიზარდე. უნდა შეეძლოს ქალს ორსულობის გვიან ვადაზე აბორტის გაკეთება? არა. მე ვამბობ კი. ფიქრობ ეს მათი სხეულია. კი, აბსოლუტურად. არა, უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება მანამდე, სანამ ბავშვი ჩამოყალიბდება. უნდა დავხარჯოთ მეტი დრო და ძალისხმევა არალეგალური იმიგრაციის შეჩერებაზე, თუ ნაკლები დრო და ძალისხმევა? დიახ, მეტი დრო უნდა დავხარჯოთ ამაზე. კარგი, მე მგონია ნაკლები. უნდა კონდეთ მშობლებს მეტი კონტროლი განათლებაზე, თუ მთავრობას უნდა კონდეს მეტი კონტროლი განათლებაზე? მშობლებს, მთავრობა. ალბათ მთავრობა, კარგი. იმიტომ რომ მათ აქვთ ფული. იცი რა არის ამაში სამწუხარო? ვინც კი რამე იცის თავისი პოლიტიკური იდენტობის, რწმენებისა და იმის შესახებ, რატომ აძლევს ხმას დემოკრატებს ან რესპუბლიკელებს, ზუსტად იცის საით მიდის ეს ვიდეო. და ეს მართლაც გაგიჟებს, როცა ხედავ, რომ როგორც კი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების დაპირისპირებას გვერდზე გადადებ, უბრალოდ ლოგიკური არგუმენტები რჩება. უნდა აკონტროლებდეს მთავრობა თქვენი შვილის განათლებას, თუ თქვენ უნდა გქონდეთ სიტყვა ამაში, არ ვიცი მართლა. ჩემთვის ასე ჩანს, რომ მშობლებს უნდა შეეძლოთ მონაწილეობდნენ იმ ბავშვების განათლების გადაწყვეტაში, რომლებსაც ისინი ამ სამყაროში მოიყვანენ, ხო ასეა? ეს უბრალოდ ლოგიკურია ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის. მაგრამ, როცა ეს პოლიტიკური იდეოლოგიად იქცევა, ხალხი ვეღარ ახერხებს ასე ფიქრს, რადგან ისინი იმდენად არიან დაღდასმულები და ჩასმულები ამ ჩარჩოში, რომ გონიათ უნდა დაიცვან ის მხარე, ვის მხარესაც დგანან და არა ის, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და pushback-ში, მე მქვია მეირა ქეი, თქვენი წამყვანი. გარწმუნდით, რომ დააჯერეთ გამოწერის ღილაკს, გააკეთეთ თქვენი საქმე ამ ვიდეოზე, დაწერეთ კომენტარი, მოიწონეთ და გააზიარეთ. ჩვენ ვცდილობ გავავრცელოთ სიმართლე და დაუპირისპირდეთ იმ სიგიჟეს, რაც ხდება. თუ გძნობთ, რომ ეს თქვენთვისაა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ეხლა უკვე ჩვენი მოძრაობის ნაწრაობის ნაწილი ხართ. გამსგავსი რაღაცები. კარგი. მთავრობა ეხმარება ხალხს. ზოგადად, უნდა იყოს უფრო მაღალი გადასახადებები თუ უფრო დაბალი გადასახადებები? დაბალი გადასახადები. გულისხმობ კიდევ ერთხელ, უნდა იყოს უფრო მაღალი გადასახადები თუ უფრო დაბალი გადასახადების სახადები. თუ ინსტინქტურად პასუხობთ, მაშინ თქვენი პასუხი იქნება დაბალი გადასახადები. ეხლა თუ ეკონომიკა გესმით, შეიძლება გარკვეული მოსაზრებები გქონდეთ, რომ ზოგიერთ სფეროში შეიძლება გინდოდეთ უფრო მაღალი გადასახადები. მაგრამ წესის მიხედვით ადამიანების უმეტესობას სურს შეინარჩუნოს ფულის უმეტესი ნაწილი, რომლის გამომუშავება ძალიან დიდი შრომით უწევთ, თუ ეს მათთვის არასწორად არ არის შეფუთული. და ამას უწოდებენ კაპიტალიზმს, ნაცვლად იმისა, რომ ეს იყოს შესანიშნავი საოცარი სოციალიზმი. დაბალი გადასახადები. უნდა მიიღო იმას, რაში შეიძლება შეგვაცო. აი ამას ვამბობ. მე ნაკლებს ვამბობ. მე მგონია დაბალი გადასახადები. დაბალი გადასახადები. რა თქმა უნდა. ჩემი პირადი ეკონომიკური მდგომარეობა, ჩემი პირადი ფინანსები მნიშვნელოვანია. ზოგადად, მეტი პოლიცია უნდა გყოლდეს თუ ნაკლები? ეს კარგი კითხვა, მომწონს. თუ ეფექტურია პოლიცია, მეტი პოლიცია უნდა გყავდეს. ვიტყოდი მეტი პოლიცია. უნდა დაუშვათ, რომ ბავშვებმა სამედიცინო ტრანზიცია გაიარო. არა. მე ვფიქრობ, რომ უნდა უნდა დაველოდოთ, სანამ მეტი ეცოდინება. შენირებ გადაწყვეტილებას, ზედმეტად ბევრს აკეთებ ამაზე. ჯანდაბა არა. ჯანდაბა არა, ამის შესახებ ფიქრი არ გჭირდება. ჯანდაბა არა. ამაზე ფიქრი არ დამჭირდება. მართალია, ამაზე ფიქრი არ უნდა დაგჭირდეს. პოლიციის საკითხი შეიძლება რთული იყოს, რადგან თქვენგან ზოგიერთები გაიზარდეთ იმ რწმენით, რომ პოლიცია საშიშია და თქვენთვის ცუდია და ზოგ შემთხვევაში ეს მართალიცაა, მაგრამ ბავშვების ტრანზიციაზე რომ ვილაპარაკოთ. უნდა მიეცეთ ბავშვებს უფლება, რომ მიიღონ რაიმე სახის გადაწყვეტილებები. უნდა მიეცეთ უფლება, რომ მიიღონ ფინანსური გადაწყვეტილებები. უნდა შეეძლოთ საკუთარი ფულით სათამაშოების ყიდვა. არა, მათ არ უნდა ქონდეთ უფლება მიიღონ ფინანსური გადაწყვეტილებები. არ უნდა იღებდნენ ქორწინების გადაწყვეტილებებს. არ უნდა იღებდნენ სექსუალურ გადაწყვეტილებებს და არც სხეულის ამპუტაციის გადაწყვეტილებებს. გულისხმობ, ეს თითქოს უბრალო საღი აზრია, როცა პოლიტიკურ კონტექსტს მოაშორებ, უბრალოდ ასეა. ჩვენ ვაძლევთ ნებას მამაკაცებს, რომლებიც ქალა ტრანზიციას გადიან, თუ ქალებთან ერთად იასპარეზონ სპორტში.
არა, მე ვამბობ არა. უნდა დაუშვათ თუ არა მამაკაცებს ტრანზიცია? არა, არავითარ შემთხვევაში. არა, ეს არ არის სამართლიანი. არა, ეს არ არის სამართლიანი. იცი ვინ ამბობს, არა, ეს არ არის სამართლიანი? კაცები. უყურებ ამას. ქალები კი ამბობენ, უყურე ამას ერთი წამით. არა, არავითარ შემთხვევაში, არა, ამაზე ფიქრი არ ჭირდება. ხო, არა, არავითარ შემთხვევაში ამაზე ფიქრი არ დამჭირდება. უნდა დავუშვათ თუ არა მამაკაცები, რომლებიც ქალებად რალებად ტრანზიციას გადიან, რომ ქალებთან ერთად სპორტში იასპარეზონ. Yes. დიახ. იცი რატო? იმიტომ რომ მას უთხრეს, რომ ისინი ქალები არიან და ჯობს თქვას, რომ ისინი ქალები არიან. და ისინი ქალები არიან, მაგრამ გამოიცანი ვინ არ გძნობს ასე. მე ვამბობ არა. უნდა დაუშვათ თუ არა მამაკაცები ტრანზიციაში. არა, არავითარ შემთხვევაში. არა, ეს არ არის სამართლიანი. მაგალითად, ლეა თომასის სიტუაცია. კი, არა, საერთოდ არა. ის მამაკაცებთან დაახლოებით 500-ზე იყო, ხოლო ქალებთან პირველი გახდა, დომინანტი. კი, ეს აბსურდია. იცი რატო? იმიტომ რომ ამ მამაკაცებმა იციან, რომ ისინი ქალებზე ძლიერები არიან. ქალებს შეიძლება უნდოდეთ ამ ყველაფრის ახალისება. თითქოს არა, ჩვენ ისეთი უნარიანი ვართ როგორც მამაკაცები, მაგრამ მამაკაცებმა იციან, რომ ისინი უფრო ძლიერები არიან. ეს არის ყველაფერი. ეს უბრალოდ და მარტივია. და თუ მათ ქალთა შეჯიბრებაში ჩასვამ, ისინი მაინც შეძლებენ დომინირებას, თუნდაც სუდები იყვნენ. ამიტომ მათთვის თითქოს აშკარაა, რომ თუ ვიღაცა მამაკაცი ცდილობს ქალად გადაიქცეს, რათა ქალთა სპორტში იასპარეზოს, მაშინ ის უბრალოდ ცდილობს დაამარცხოს ქალები და არ მისცეს მათ თანაბარი პირობები. მაგრამ ქალები ამბობენ, კი, რა თქმა უნდა, ეს ნორმალურია. სევდიანია. ბიოლოგიური განსხვავება მამაკაცებსა და ქალებს შორის. იცით, მამაკაცებსა და ქალებს შორის. ხარჯავთ უფრო მეტ ფულს სოციალურ პროგრამებზე და გვაქვს უფრო მაღალი ვალი, თუ სოციალურ პროგრამებზე ნაკლებ ფულს ხარჯავთ და ვალს ვამცირებთ. უნდა შევამციროთ ვალი. ნაკლები ფული სოციალურ პროგრამებში. შევამციროთ ჩვენი ქვეყნის ვალი, მის ვალი, მეტი ფული. ბევრ ადამიანს ეს სჭირდება. მე ვითხოვდი ნაკლებს. უნდა აჩვენოს ვინმე პირადობის მოწმობა არჩევნებზე ხმის მისაცემად. იმის საჩვენებლად თუ ვინ არის ის. No, კი. არა, დიახ. კიდევ, ნახე გულწრფელად ვფიქრობ, რომ იმ გოგომ უბრალოდ ბევრი ასეთი თეზისი წაიკითხა და ეხლა ასეა, არა. რა თქმა უნდა, ვინმე უნდა აჩვენოს პირადობის მოწმობა, რომ ხმის მიცემა შეძლოს. გულისხმობ, ეს ხო ასეა, როგორ უნდა დარწმუნდე, რომ ვინმე 15 ჯერ არ აძლევს ხმას. რა თქმა უნდა, ვინმე უნდა აჩვენოს პირადობის მოწმობა, რომ ხმის მიცემა შეძლოს. ეს უბრალოდ ლოგიკურია, ეს უბრალოდ ლოგიკური რამეა. თქვენ გჭირდებათ პირადობის მოწმობის ჩვენება ბანკში მისასვლელად, ხომ ასეა? თქვენს ფინანსებზე დომისთვის. თქვენ გჭირდებათ პირადობის მოწმობის ჩვენება მოგზაურობისთვისაც. რატომ არ უნდა დაგჭირდეთ პირადობის მოწმობის ჩვენება, როცა ცხვეთთ, ვინ უნდა აკონტროლოს თქვენი ქვეყანა? გულისხმობ, ხომ ასეა? რეგულაციები და მაღალი გადასახადები კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, ან ნაკლები რეგულაციები და დაბალი გადასახადები ეკონომიკის გასაძლიერებლად. ნაკლები. ეს ჩვილი კითხვა, ხო? მე ვფიქრობ ამაზე. არა, ცოტა დრო დაუთმე და მართლა დაფიქრდი ამაზე. შეგიძლია, კაცო? კითხვაზე ვფიქრობ. არიჩქარო, კაცო, ნუ ნერვიულე. ფიქრობ კლიმატის ცვლილებას უნდა დაეხმაროთ. ზათხარ გაიგო რა ხარ? კე. ზათხარ? ბოლოს შედეგია. Respublically, democratic, Respublically, democratic, Respublically, democratic, Respublically. ეს დიდი რია, Respublically. Democratic. Respublically. დემოკრატი. გარდა იმისა, რომ შოკის მომგვრელი და გასართობია მათი პანიკის კურება, გულწრფელად გული მტკივა ამის გაფიქრებაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმა პარტიამ უკეთ მოახერხა ბრენდინგი, თემების შეცვლა და საკუთარი ხალხის გაუნათლებლად დატოვება. იმისთვის, რომ ხალხს ეგონოს თითქოს რაღაცის ნაწილი არიან, მაშინ როცა სინამდვილეში ასე არ არის და რომ არ აძლევენ ხმას იმ პოლიტიკას, რაც რეალურად სურთ თავიანთ ქვეყანას. ეს სიგიჟეა, ესენი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც განათლებულები უნდა იყვნენ. კითხვები, რომლებიც ახლა დაუსვეს, მარტივი საბაზისო პოლიტიკის კითხვებია. მაგრამ დღესდღეობით კენჭისყრა და ის, ვისთანაც პოლიტიკურად აიგივებ თავს, არაფერ შუაშია პოლიტიკასთან და იმასთან, რისთვისაც პარტიები რეალურად იბრძვიან. ეს უფრო შენი სოციალური პერსონის საკითხია. ეს დაახლოებით ასეა. ჯერა თუ არა, რომ სიყვარულია. მათ ყველაფერი თავიდან დაასახელეს და ინტელექტუალური თანმიმდევრულობა გააკრეს. ამიტომაც არიან ეს სტუდენტები შოკში. არ უნდა იყვნენ შოკში. ვინც კი ოდნავ მაინც იცნობს დემოკრატებისა და რესპუბლიკელების პოლიტიკას და უყურებს ამ ვიდეოს, ზუსტად იცის საითმიდის ყველაფერი, მაგრამ მათ ეს ვერ მიხვდნენ. ჯანდაბა, დემოკრატია, აბორტის საკითხზე. რესპუბლიკელი იმიგრაციის საკითხზე, გენდერზე რესპუბლიკელი, ხარჯებზე რესპუბლიკელი, ხმის მიცემაზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნაზე რესპუბლიკელი, 1, 2, 3, 4, 5, შენ 60% რესპუბლიკელი ხარ. შენ 60% რესპუბლიკელი ხარ. შენ უფრო რესპუბლიკელი ხარ, ვიდრე დემოკრატი. 70. ვაუ. შენ 70% რესპუბლიკელი ხარ. 60% რესპუბლიკელი, შენ 60% რესპუბლიკელი ხარ.
შენ 70%-ით რესპუბლიკელი ხარ და 30% დემოკრატი. და სასაცილო ის არის, რომ ეს 30% ხშირად იმ თემებზე იყო, რომელთა შესახებაც მათ მედიაში სმენიათ. იცი, უნდა ვიზრუნოთ კლიმატზე. უნდა მივცეთ ქალებსა და კაცებს გადაადგილების თავისუფლება და აბორტი ყოველთვის მისაღები უნდა იყოს, ხო ასეა. ეს მედიის გამეორებული თეზისებია. ეს ის საკითხებია, რომლებიც მედიის გამეორებული თეზისები არ იყო და ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, რას უჭერდნენ მხარს. და მათ რეალურად შეძლეს ეთქვათ, კი, მგონია, რომ უფრო ლოგიკური რესპუბლიკური პოზიცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ამ ვიდეოში. სიგიჟეა. შენ 80%-ით რესპუბლიკელი ხარ. შეიძლება რესპუბლიკელი ვიყო. შეიძლება რესპუბლიკელი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ეხმარებიან, ხო ასეა? საკუთარ თავს ეხმარებიან, ხო და ეხმარებიან, ხო და გულისხმობ, ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავს დავეხმაროთ. რესპუბლიკელები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ეხმარებიან, ხო ესეა? ხო, ჩვენც უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს. გულისხმობ, ეს უბრალოდ თავზარდამცემია. ხედავ. აი ამიტომ მიყვარს ეს ექსპერიმენტი. ეს გაყვირვებს? კი, ნამდვილად. შოკში ვარ. ეს სიგიჟეა. ეს არ ვიცოდი. იკვირს ეს. კი, მიკვირს. აიძულებს ეს შენს გადახედვას. როცა ხედავ საკითხებს და არჩევნებს, უფრო ხურადღებით შეხედე, რას ფიქრობენ ადამიანები და არა მხოლოდ იმ ასოებს, რომლებიც მათ სახელებთან წერენ. კი. ესე გასწავლიან. ეს თითქოს პოლიტიკური მემკვიდრეობაა. ზუსტად, ჩვენ ნამდვილად ვერცნავთ. სანამ ისინი არ დაიწყებენ. თავის განათლებას რესპუბლიკელები თეთრობასთან ასოცირდებიან. მაგალითად, მაშინაც კი როცა აფროამერიკელები რესპუბლიკელებად იდენტიფიცირდებიან, მათ აკრიტიკებენ, რომ თითქოს მათ მხარეს არიან. ძალიან მიხარია, რომ ეს შევძლებთ. ასე რომ, ზოგადად. გულისხმობ, ეს არის ამ ყველაფრის საფრთხე, ხო ასეა. ეს არის პოლიტიკური მოძრაობა, რომელმაც საკუთარი თავი ასე დაასახლა. თუ შავი ხარ, უნდა იყო ამ ჯგუფის ნაწილი, უნდა იყო ეს სისულელეა, ეს უაზრობაა. ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავად იფიქრონ და იცოდნენ, რას აძლევენ ხმას. და ეს ჩვენგან წაგვართვეს. ამიტომ ეს ვიდეო ასე წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. შესანიშნავი საქმე გააკეთეს Daily Wire-მა და ამ რომ ეს გააკეთეს. ვიდეოების შემდეგ შეჯამებებს არ ვაკეთებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიგზენი რომ უნდა გამეკეთებინა. ჩვენ ამ კამპუსზე ვერც ერთი შავკანიანი ადამიანი ვერ ვიპოვეთ, რომელიც ბრმა პოლიტიკური ტესტის გავლისას დემოკრატებს უფრო მეტად ემთხვეოდა ვიდრე რესპუბლიკელებს. და დარწმუნებული ვარ, ეს სიმართლეა დემოკრატების ნახევარზე, ან თუნდაც 90%-ზე, თუ რეალურად გითხავდით, რაში მდგომარეობს მათი პოლიტიკა, ან რას უჭერენ მხარს, ის უფრო დაემთხვეოდა ლოგიკას, რომელიც დღესდღეობით რესპუბლიკური პარტიის ასოცირებულია, ვიდრე იმ ემოციურ სლოგანებსა და მესიჯებს, რასაც მედია ავრცელებს. კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, აბორტები, ტრანსუფლებები, ეკოლოგიური პოლიტიკა, ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც ხალხი მუდმივად ისმენს და იცით, არ არის სამართლიანი, რომ თქვენ ღარიბი ხართ. არ არის სამართლიანი, რომ თქვენ ღარიბი ხართ. მათ არ ეუბნებიან, რომ სოციალიზმს მათი უფლებების დარქმევა სურს. მათ ამის შესახებ არასდროს აინფორმირებენ, უბრალოდ ეუბნებიან ამ ყველაფერს. და სწორედ ამ საკითხებზე მისცეს იმ ადამიანებმა ხმა უფრო დემოკრატებს. მაგრამ ყველაფერი, რაც რეალურად აფიქრებინინებდათ, უფრო რესპუბლიკელები იყვნენ, დაუჯერებელი ვიდეოა. და უბრალოდ შეგახსენებთ, რომ განათლების გარცელება შეუძლია მართლაც დიდი ცვლილება მოიტანოს. ამ კაცმა ალბათ დაარწმუნა ეს ადამიანები, რომ სხვანაირად მიეცათ ხმა, დაფიქრებულიყვნენ იმ საკითხებზე, რასაც თავად სწამდათ. და სწორედ ასეთი საუბრები, რომლებსაც მემარცხენეები სურთ ჩაახშონ, რადგან არ უნდათ რომ სიტყვის თავისუფლება გქონდეთ, მათ სურთ რომ გაგაუქმონ თუნდაც ონლაინში ასეთი რამ რომ თქვათ. მათ ამის ეშინიათ, რადგან როგორც კი ეს გახმაურდება, სიმართლე გამოაშკარავდება. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.